სალამი, დღეს გვექნება სუნამოები, რომელიც ჟღერს ყველაზე მდიდრულად. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცების ლაპარაკი, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა იყო და მართლა არსებობს ეს სუნამოები, რომლების ჟღერადობაც არის ძალიან მდიდრული. მოდი ჩვენ დავიწყებთ ინიციოს out for greatness-ით. ეს არის მარკეტინგული ნიშა, რომელიც ალბათ ყველას მოეწონება. აქ არის ულამაზესი ხისნოტები, ლამაზ შაფრანთან ერთად გათამაშებული და ისეთია, რომ აი მოეწონოს აბსოლუტურად ყველას. ძალიან მდიდრულად ჟღერს ეს ხისნოტები და ძალიან მდგრადი, ძალიან შლეიფიანი და ულამაზესი სუნამოა. როდესაც გასხია, ყველა ხვდება, რომ არ გასხია უბრალო სუნამო და გასხია რაღაცა მდიდრული საოცარი სუნამო. ბოლოში მექნება ყველაზე მდიდრულად რომელი არომატით ჟღერს ის არომატი. რაც შეეხება ეხა ვიდიან ლონდონს. აი ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ტყავი როგორ შეიძლება ჟღერდეს მდიდრულად. ეს ის ვარიანტია, როდესაც ამაზე მაგარი არომატი მდიდრულ ჟღერადობაში არ არსებობს. აქ არის საოცარი ტყავი ზამშთან ერთად და ლამაზ მალინასთან ერთად. ტყავი არ იკბინება, არ ზამში არ იკბინება. ყველაფერი არის დაბალანსირებული, ოდნავ დაბალ ტონებზე გესმის ყველაფერი და ისე არის გაკეთებული, რომ რო გასხია ჭკუიდან გადაგიყვანოს და აბსოლუტურად ყველა მკითხას თუ რა გასხია, ეს რა საოცარი სუნამოა. აი ესეთია ზუსტად ვიდიან ლონდონი. ძალიან ცოტა მაგ დარჩენილი ჩემთვის, ასევე კიდე 5 მილიგრამში მაგ ჩემთვის და ძალიან უფრთხილდები. საოცარი სუნამოა. ეხლა რაც შეეხება ლუი ვიტონის ომბრე ნომადის, აქ ვთვლი მე, რომ ყველაზე მდიდრული ხისნოტებია. ესეთი მდიდრული ხისნოტები, ჩემი აზრით, არსად არ გვხვდება. აქაც მალინა თამაშობს რაღაც როლს და აქაც არის ცოტა შაფრანი მე ვგრძნობ. ასევე ცოტა ტყავიცი გრძნობა ჩემთვის და სადღაც თამბაქოსაც მიყავს, მაგრამ მე მგონი ნოტებში არა აქვს. ნოტებში ვარდიც აქვს, მაგრამ ვარდი არ იგრძნობა, აქ ვარდი არის გაკეთებული, რომ ეს ხისნოტები უფრო სუფთა და ლამაზი გახადოს. საოცარი შლეიფი, საოცარი მდგრადობა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომპლიმენტარული სუნამოა ვაიმე დანელ რა საოცრება გასხია. აი ესეთია ლუი ვიტონის ომბრე ნომადი. ბულგარი ტაიგერი. იდეაში ციტრუსი მდიდრულად არასოდეს არ ჟღერს, იმიტომ რომ არ აქვს მასში შემავალი კომპონენტები ისეთი არ არის, რომ ეს მდიდრული ჟღერადობა გქონდეს. ეს არის ერთი გამონაკლისი, თვლიო ჟღერს მდიდრულად, იგრძნობა სულ სხვანაირი ციტრუსია, გეგონება აი ეს ციტრუსები აფეთქდა, ბერგამოტი აფეთქდა, ჯინჯერთან ერთად, რაღაცა მუსკუსი ამ სუნამოს ბუსტავს და ძალიან მაგარი სუნამოა. ამათან შედარებით ეგეთი მდიდრული არ არის, მაგრამ ციტრუსოვან არომატებში ყველაზე მდიდრულად ჟღერს ბულგარი ტაიგერი. ეხლა რაც შეეხება ტომ ფორდის ვანილა ფათალს. ვანილის ბევრი არომატი არსებობს, ყველა მიცით რომ ტობაკო ვანილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ტობაკო ვანილი არის კარგი სუნამო, ლამაზი, ყველაფერი, მაგრამ მდიდრული ჟღერადობა არ აქვს. ჩემი აზრით, ამაზე მაგარი ვანილი უბრალოდ არ არსებობს. ვანილი გათამაშებული თამბაქოსთან, ოღონდ თამბაქო სადღაც ოდნავ უტყავს და იმდენად მდიდრული, იმდენად კომპლიმენტარულია, როდესაც მასხია, ყველა მეკითხება თუ რა მასხია. ისე საქართველოში სუნამოზე კომპლიმენტის მიღება ძალიან რთულია. ხალხი კიდე დაკომპლექსებულია, შეიძლება ძალიან მოეწონოს, მაგრამ კომპლიმენტი ვერ მიიღო არ კითხავს, ან რა ვიცი, ზოგს აი შუღი და ბოღმა ამოძრავებს და საერთოდ არ გეტყვის კომპლიმენტს. სუნამოზე რომელზეც საქართველოში კომპლიმენტს მიიღებ, ან არის საოცრება, ან პირიქით. არის ძალიან მარტივი
და ყველას ცხვირს შეუძლია რომ ეგ აღიქვას. ცოტა ნიშაზე, თუ ნიშა ძალიან ლამაზი არ არის, ცოტა მარკეტინგულად არ არის გაკეთებული, ცოტა რთულია კომპლიმენტის მიღება, იმიტომ რომ ბევრი ცხვირი მაგ სუნამოს სილამაზეს ვერ აღიქვავს. ეს ის მომენტია, ამის სილამაზეს აღიქვავს ყველა. პენტჰალიგონის მისტერ ტომსონი. აი ეს კი სუნამოა, რომელსაც ყველა გაუგებს. აქ არის ტყავი, გავს დიო ჰოუმ პარფამს. ოღონდ ეს ტყავი კიდე უფრო ლამაზია. აი წარმოიდგინეთ ყველაზე ლამაზი რაღაცა იტალიური ტყავის ქუთუკი გაცვია. მაგარი ტყავის სურნელი ასდის ამ ყველაფერს ვანილი ალამაზებს და აი ამ შლეიფს აფრქვევს. ულამაზესი სუნამოა. ესეც ვიტყოდი რომ მარკეტინგული ნიშაა, იმიტომ რომ ისე ლამაზად ჟღერსო, ეს რომ ვინმეს არ მოეწონოს, ვერ წარმომიდგენია. ნუ ეხა ვისაც მოტკბოსურნელი არ უყვარს, ის ალბათ დაიწუნებს. ვისაც უყვარს მოტკბოსურნელი, საოცრად ლამაზი ტყავი, მაშინ ეს არომატი ყველა ვარიანტში მოეწონება. ამაზეც ძალიან ბევრი კომპლიმენტი მაქვს მიღებული და ესეც ჟღერს ძალიან მდიდრულად. კლაივ კრისტიანის ჰედონისტი. ნუ რა ვიცი, ამაზე რა ვილაპარაკო, რამდენჯერ მაქვს ჩაწერილი. ეს არის არომატი, რომელიც ზემდიდრულია, ზელამაზია, არომატი, რომელიც იწვევს მიჩვევას. მართლა მიჩვევას იწვევს, სულ მინდა რომ ესხას. სადღაც იძახიანო კოკაინის ფოთლები აქვს, მაგის არ მჯერა, მაგრამ 170 ნოტაზე მეტი აქვს, რომელიც გასაიდუმლოებულია, აქ შეხვდებით ლამაზ თამბაქოს, შავ ალუბალს, რომელიც არასად არასოდეს არ გხვდებათ და ულამაზეს დახვეწილ ამბრას. ისე ლამაზად ჟღერს, ყიდვის დღიდან, არ ვიცი, დამოკიდებული ვარ ამ სუნამოზე და სულ მინდა რომ ესხას. კლაივ კრისტიანს ბევრი საოცარი აქვს, ბლოდ ამბერი იმიტომ არ ავირჩიო, სადღაც ვამსგავსებდა ერთი მიმართულებაა ჩემი აზრით და მაინც ჰედონისტი მირჩევნია. საოცარი არომატი, ძალიან მდიდრული და ძალიან დახვეწილი. ამ სუნამოზე მაგრა, რა ვიცი, არც ერთი სუნამო არ ჟღერს მდიდრულად. ეს არის ყველაზე მდიდრული სუნამო. ეს არის ბოდიჩიას ბლუ საფირი. ეს სუნამო შეიქმნა ინგლისის პრინცი და დედოფლის 40 წლის ქორწინების თავი იყო და მათ საპატივცემულო და ასოცირდება როგორც აი ბედნიერების სუნამოდ. მართლა ეგეთია. თან გრილია, თან ცოტა სიტკბო წაკრავს, ოღონდ მსგავსი არაფერი არსად არ შეგხვდებათ. არ მახსოვს ეს სუნამო დამესხას, სადაც არ გამეულოს, კომპლიმენტი არ მიმეღოს და სულ ვაუ, ეს რა გასხია. იმდენად მდიდრულად ჟღერს, რომ ადამიანი ამას რო იყნოსავს, ხვდება რომ რაღაცა საოცარია, განსხვავებულია და მის რეცეპტორებს მსგავსი არაფერი არ დაუტესტავს აქამდე. აი ეს სუნამო არის ყველაზე მდიდრული სუნამო პარფიუმერიაში, ჩემი აზრით. ბოდიჩიას ბლუ საფირი. ეს იყო პირველი ნაწილი. მეორე ნაწილიც იქნება, რა თქმა უნდა, თუ მოყვება დაინტერესება, თუ ენდომება ბევრს, ბევრი დაალაიქებს და კომენტარი იქნება, რომ მეორე ნაწილი დავდო ამ ფორმატის, აუცილებლად ჩავწერ მეორე ნაწილს. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.